ერთ-ერთი ყველაზე კარგი კომბინაცია გვაქვს მთვარე კურო ზოდიაქოში, იმიტომ რომ კურო ეს არის ყველაზე კარგად რო უხდება მთვარეს. ეს ენერგია არის მშვიდობიანი ადამიანი, სილამაზის მოყვარული, ქალი, რომელიც ესთეტური მოწონთ, რომელიც მშვიდობიანი მოწონთ, აი ესეთი ბუნებრიობა მოწონთ ქალში თან, ხო? აი კაცების შემთხვევაში, ქალები ზოგადად მთვარე კუროთი ცოტა ისეთ ბუნებრივად გამოიყურებიან, ან ემოციურად მათ სილამაზე იზიდათ, აი ესეთი სიმყუდროვე სილამაზე, ხო? აი სასწორი უფრო თუ არის ესეთი ძალიან კაშკაშა ემოციები, მაგალითად ქალები მოწონთ ისეთი კურო, ეს უფრო ნატურალურია, უფრო ბუნებრივი არის, ბუნებრიობა უყვარს. ურთიერთობაშიც, ცხოვრებაშიც, აი შეიძლება სიმყუდროვეს ეძებდეს, ურთიერთობაშიც სიმყუდროვეს, ბუნებრივ სიმყუდროვეს, ბუნებრივ ურთიერთობებს ეძებდეს, ხო? კლასიკური ფორმულა ახლა გემრიელი საჭმელი შეიძლება უყვარდეთ, ისვენებდნენ ბუნებაში. ის ყველაზე კომფორტულად და ყველაზე კარგად არის გარემოში სიმშვიდე რო არის, გარემოში სტაბილურობა რო აქვს, მატერიალური სტაბილურობა, სილამაზე რო აქვს გარშემო, ხო? და დედაც არქეტიპულად მისთვის იყო მინიმუმ მატერიალურად, შეიძლება ოჯახი უზრუნველყოფდა, ან შეიძლება რომ დედისგან მქონდა ელემენტარული რაღაც ნივთები, საჭიროებები, ყველაფერი ოჯახისგან მქონდა საჭიროებები, ну იქ თუ რაღაცა ძალიან დაზიანებულ მთვარეზე არა გვაქვს. საუბარი ემოციურად საკმაოდ სტაბილურები არიან მთვარე კუროები. კუროში ბევრად უფრო კომფორტული არის, ბევრად უფრო ბედნიერები არიან, ბევრად უფრო კომფორტულად არიან. იმიტომ რომ გარემოში რაც არ უნდა ისეთი ძაფრი ემოციები იყოს, მთვარე კურა შვიდია, შვიდად იღებს, გამშვიდებს თავისი ენერგეტიკითაც, თავისი ბუნებითაც.